დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭერს მხარს პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას თქმით, სახალხო დამცველს მხარს ოპოზიცია უნდა უჭერდეს. კუკავას განცხადებით, ფსევდოლიბერალური ორგანიზაციები ცდილობენ ლორთქიფანიძე რელიგიური და ეროვნული შუღლის გაღუების მცდელობაში დაადანაშაულონ. მისივე განმარტებით ამასთან დაკავშირებით თავისუფალი საქართველო გეგმავს სასამართლოში სარჩელის შეტანას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ეს განხილვები უნდა ტარდებოდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ უსუფაშვილთან, პარლამენტის უმრავლესობის სხდომაზე, კომიტეტების სხდომაზე, არც პრემიერ-მინისტრი და განსაკუთრებით არც სასჯელ აღსრულების მინისტრი ამ პროცესში არ უნდა მონაწილეობდნენ. ეს შეიძლება არის მცირედი პროცედურული დარღვევა და დიდი ტრაგედია არ არის, მაგრამ ჩვენ პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლის დროს ყურადღება მივაქციეთ ბატონი უსუფაშვილის სიტყვებს, როცა მან თქვა, რომ ქვეყნის ტრაგედია პროცედურული დარღვევებიდან იწყება და მე მინდა ბატონი უსუფაშვილის ყურადღება მივაქციო ამას და ვთხოვო მას, რომ ჩამოაცილოს აღმასრულებელი ხელისუფლება სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს.